უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა ცულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე. საღამო მშვიდობის ძირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ავანსცენა. მე ნიკოლოზ ცულუკიძე გახლავართ და ჩვენ ყოველ სამშაბათს ვიკრიბებით ხოლმე და საუბრობთ თეატრზე. ჩვენ მესამე ნაწილში სტუმრად გვეყოლება რუსთავის თეატრის დამაარსებელი, უფროსთაობის წარმომადგენელი ქალბატონი ნათალა მუხულიშვილი. მეორე ნაწილში ეტსეტერა, ესეთი ახალგაზრდული დასი, მსახიობ მარიამ ჯოლოგუას ხელმძღვანელობით და პირველ ნაწილში ვისაუბრებთ, ესე იგი, შეიძლება ერთ შეხედვით თეატრთან კავშირში არ იყოს ეს თემა, მაგრამ ორივე სტუმარი განსაკუთრებულად მჭიდრო კავშირშია, იმიტომ რომ მე მგონი არ დარჩენილა მსახიობი დღეს ქართულ თეატრში, რომელიც მათი აღზრდილი არ იყოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისინი მოღვაწეობდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში. სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც ძალიან ისეთი ლამაზი გაფორმებით არის. ქალბატონი ქეთევანიელაშვილია ჩვენთან სტუმრად, ამბანთქმანი, წიგნს ასე ქვია და ბატონი ზაზა აბზიანიძე გახლავთ ამ წიგნის რედაქტორი და გრაფიკა მას ეკუთვნისა, საოცრად ისეთი ლამაზი ამბანის ხე აქვს დასაწყისში. ქალბატონი ქეთევანი ლიტერატურას მცოდნე, სიმბოლოლოგი, ესეისტი, ბატონი ზაზა კი ლიტერატურის ისტორიკოსი და ესეისტი და ასევე სიმბოლოლოგი. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან სტუმრად. ქალბატონი ქეთევანი, დაიწყოთ მოდით წიგნზე ყოველთვის საუბრობენ ყდა. არ აწერია ქეთევან და აწერია ქეთი. სახელი ზევით არ არის, ქვემოთ არის. რაღაც ისეთი ცელქობებია, შეიძლება ითქვას, ხო, წიგნთან დაკავშირებით. რაიდან გაჩნდა იდეა რომ გამოსულიყო და მე გაფორმებაზე შიგ თავზე ცოდნა მოგვიანებით. მოგესალმებით. ქართული სიტყვა ყოველთვის გვაძლევს იმის საშუალებას, თავისი არსიდან, თავისი დიაპაზონიდან, თავისი შინაგანი ბუნებიდან და სხვათა შორის ძალიან არტისტულიც არის ქართული სიტყვა, რომ რაღაც ამდაგვარად მოიქცეთ და ის გაფორმებას რომ შეეხეთ თავისთავად, როდესაც ამბანთქმანი არის გარეკანზე გაცილებით უფრო ესეთი სატიტულო გვერდზე ესეთ გამოტანილი მკვეთრად და ძალიან ქვევით ჩემი სახელი და გვარი არის საკმაოდ მოწიწებით და მოკრძალებულად მიწერილი და ამ შემთხვევაში იცით, რადგან ეს არის სიტყვებთან სხვაგვარი გაიდუმალება, თამაში, სხვაგვარი დამოკიდებულება, ყველგან აბსოლუტურად ყოველთვის ვარ ქეთევანი, იმიტომ რომ სახელი სულხან საბასეული განმარტებით არის საწყობებელი და სწორედ აი სრული სახელით უნდა იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში თავისუფლება მივეც, იმიტომ რომ ამბანთქმანი არის სიტყვათა კრიალოსანი და იმ კრიალოსანთან რაღაც სხვაგვარი იდუმალება, ინტიმი, სხვაგვარი განცდა იბადება და ამიტომ ამ შემთხვევაში ალბათ შეიძლება რომ ქეთი ვიყო. ბატონო ზაზა, ასოთა ხე თუ როგორ ქვია ამ ნამუშევარს, რომელიც ამბანის ხე ალბათ უგეთესია, ხო? წიგნმა გიკარნახათ ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, ტექსტმა საერთოდ რომელი გრაფიკოსი მე ვარ და ეს არანაირი ამბიცია ასეთი გრაფიკოსობის არ მაქვს, მაგრამ აი მაპატიეთ არა უშავს ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებში ვცხოვრობ და ამისგან დამოვისყდა. მაგრამ ჩემ საბავშვო ეს უკვე 10 წლის წინანდელ ისტორიას გეუბნებით, როდესაც ხატავდი ჩემი საბავშვო ზღაპრებისთვის, საბავშვო პატარა ლექსებისთვის. ავსე თქვენთვის ამგეთქავს რა ლექციაზე, ხანდახან თუ რაღაც განსაკუთრებულ ხასიათზე ვიყავით, მაშინ ლექციაზე ვკითხულობდით აი ამ პატარ-პატარა ლექსებს. და მარგინალიებად ხატავდი რაღაცებს. აი იქიდან წამოვიდა და მე რაღაც ერთი ორი ადამიანს მოეწონა, მეც მომეწონასავით და მე გადავწყვიტე რომ აი ეს ჩემი წიგნები საბავშვო ჩემი ილუსტრაციებით ყოფილიყო და ამან გამაბედინა რომ დავთანხმებულიყავი აი ქეთის თხოვნაზე რომ ყოფილიყავი მისი წიგნის არა მარტო პირველი მკითხველი და რედაქტორი, არამედ აი გრაფიკოსი და ასე ვთქვათ მხატვარი სამწიგნისა.
რაც შეეხება ეხლა თქვენ ანბანის ხელზე მკითხეთ აი ეხლა ეს ისეთი ტექსტია საერთოდ რაღაც ძალიან კრეატიული ეს ჟანრიც სულად იშვიათი არის ჩვენთან რომ აი რაღაც პროვოცირების მომენტია მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ აი ესეთი აი კრეატიული აი ნატურა რომელსაც ეს წიგნი ეკრება ერთხელ წაიკითხავს მეორედ მე რაღაცა თვითონ მოიდომებს ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს როგორ არა აი ეს მომენტი მეც გადმომედო და აი როგორ უნდა გააფორმო რაღაცა არც ერთი ტრადიციული თქვა და ახლა რა გადავხედე ხო ჩემ ბიბლიოთეკას და საკმაოდ მდედარს აი არც ერთი ნიმუში არ იყო ისეთი რომელიც მე მაგალითად გამომადგებოდა და რაღაც და მე ისე და ისე აი ამ სიტყვებთან თქვენ კიდევ აი ამ შეთამაშებამ სიტყვასთან ამ რაღაცა აი აკუსტიკური და აი აკუსტიკური წყობის აი ამ გერათ თამაშის გადაყვანამ სიტყვაში აი უკვე სიტყვიერ მასალაში ეხლა უკვე მე მიკანახა რომ აი ეს თამაში ეს რაღაცა სიმსუბუქე გადამეწანა ეხლა უკვე ვიზუალური სფეროში და აი ხელშესახები გამეხადა უკვე როგორც აი გრაფიკული ნამუშევარი ეს იყო და ეს არ ეხლა მე როგორ შემიძლია თქვა როგორც ავტორს ამან გაამართლა თუ არა მაგრამ ნამდვილად ძალიან საინტერესოა ძალიან ესე იგი გაამართლა და რა თქმა უნდა მიხარია კეთი ქალბატონო კეთევან თქვენ წერამ ძანეთ სიტყვათა კრიალოსანი მართლაც ამ წიგში რაღაცა ისეთი აი რაღაცა ჯადოსნური ჯოხი რო არსებობს ხო და დაკრავს და აი გადმოფრქვეულია მართლა ისეთი ძივივით არის აკინძული თითოეული ბგერა ხო და ყველა გვერდზე ჯგუფოსო რადიომსმენელები იწყება რასაკვირველია ამბანის მიხედვით იწყება ამბავი რომელსაც სწორედ იმ ბგერით იწყებს ქალბატონი კეთევანი რომელიც ამბანის თანმიმდევრობით არის მოწოდებული ხო აი საიდან გაგიჩნდათ ეს იდეა რომ აი ამ წყობით დაგეწეროთ ეს თავისთავად ერთ შვენიერ დღეს ჩემ დაუნებურად შარშან ივლისში უცებ რაღაც სიტყვასთან შეთამაშება და სიტყვასთან ურთიერთობა საერთოდ ჩემი არსებობის ფორმაა აბსოლუტურად ყველა ლექციას ხშირად ვიწყებდი ხოლმე ალერსის განმარტებით და ესეც შემთხვევითი არ არის რომ ამ წიგნსაც ასე ვიწყებ იმიტომ რომ სულხან საბასთან ალერსი არის სიტყვით შექცევა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და აქედან გამომდინარე მე აქ წერ კიდეც რომ ჩემი პროფესიაც ალერსობა გამოდის თქო სამწუხაროდ ჩვენ სიტყვებს გაცილებით ზედაპირულად წარმოვსთქვავთ დღეს და ალერსის ის საწყისი მნიშვნელობა რომ ეს სიტყვით შექცევა და ძალიან ღრმა ურთიერთობის ფორმა ზოგჯერ დაკარგული არის ხოლმე და აი წარმოიშვა რომ ქართული სიტყვები და ალბათ ყველაზე დიდი მაპროვოცირებელი არის ის რომ სულხან საბას სიტყვის ლექსიკონი ქართული ლექსიკონი სიტყვის კონა ეს არ არის ჩვეულებრივი ლექსიკონი ეს არის ენციკლოპედია ქართული სიტყვის წარმომავლობის არსის ფილოსოფიური სიმბოლური მისი მხატვრული დიაპაზონის შესახებ და აი ამიტომ მე მასთან ძალიან ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა გამოჩნია და აი სიტყვათა მნიშვნელობას და მათ ემოციურ ველს მათ ფილოსოფიურ არსს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ხოლმე და უცებ ჩემ დაუნებურად აი წამოვიდა ჯერ სახელდება ამბან თქმანი და უნდა ვთქვა რომ აბსოლუტურად ყველა ის ესე იგი სიტყვები რომელიც აქ არის მანილია სრულიად სპონტანურად რჩებოდა ჩნდებოდნენ ერთადერთი ვიცოდი რომ ალერსით უნდა დამეწყო და ქართულ ენაში არ არსებობს აი მეორე ხარისხოვანი სიტყვები იმიტომ რომ აი აქ მე მაგალითად მუზე მაგრამი მიწერია ჯზე ჯერჯერობით მიწერია და ასე შემდეგ ყველა სიტყვა ტოვებს აი საოცარ იმპულსს შეგრძნებას ასოციაციას რომელსაც უნდა უბრალოდ არ არის მეორადი და ძალიან მნიშვნელოვანია აი შეიძლება ითქვას თუ შეიძლება აი რადგან თქვი მოდით რაღაცნაირად ჯერ განმარტების სახით ვიტყვი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ აი თავისთავად ამბანთქმანი რა არის ალბათ ამასაც ჭირდება განმარტება ამბანთქმანი ასოთა ემოციური პორიაქია სიტყვათქცევის ჟამს უფიქრო ფიქრის ეზოთერიკული მარშყუჟია ამბანად ასხმული ეს თავისუფალი ფორმატია უპირობო გრძნობა და სიტყვის შეგრძნების უმარტივეს
უმაღლესი გზა. ამ გზას კი ჩემთან ერთად 33 ასონიშანი მიუყვება მხოლოდ. და აი როგორც თქვი ზოგჯერ ისეთი სიტყვები შემოდის, თუნდაც მუზე რომ თქვი, მაგრამ ხომ სიტყვის საქცევია ერთი უძველესი კავშირი, მაგრამ თავისი ბუნებით საბედისწერო და ალმაცერი, პირდაპირი და დაუნდობელი, შემფასებელი და მეამბოხე და აროდეს თვინიერი. აი მაგრამ ყოველთვის ასე შემოდის. ანდა თუნდაც მაგალითად აი შიში რომ ავიღოთ, ხომ? სიტყვის წარმოთქმისას მგერების ემოციური ველი იკვეთება, რომელიც ზოგჯერ სრულიად არ შეესაბამება სიტყვის არსს. ამგვარი მიმართება მე მაქვს შიშთან. აქ შიშინა ბგერების ერთ სახეობა ანეიტრალებს სიმძაფრეს და ზედაპირულს ხდის იდუმალებას, რითაც თანამედროვე შიში მეტნაკლებად ჩვეულებრივი ხდება. საოცარ ემოციას იწვევს ბატონო ზაზა. ალბათ ცოტას კითხულობ და რაღაც მე რამდენჯერმე მიუბრუნდი, იმიტომ რომ რაღაცას ვთქვი, თვითონ ძალიან სუბუქად და ისეთ ჰარმონიულად მოწოდებული მუსიკალურობა, მაგრამ თინდაც რაღაც ძალიან ღრმა აზრი დევს. აი თქვენ როგორ შეაფასებთ ეს თავშეწირება დამჩა, რომ დაწყებულია შეთამაშებით და რაღაც აი სიღრმისეულ წნობამდე მივყევართ. ხანდახან ეს სიღრმისეული წნობა ბოლომდე არ არის ნათქვამი, მრავალწერტილია და ის უკვე აი შენ თვითონ უნდა მოუწევო აი რაღაცა ის შესატყვისი მაქსიმა თუ შეიძლება ესე ითქვას. ესეთ აი როგორც ადამიანებს სიტყვებსაც თავისი ბიოგრაფია. და მე მგონი ну მე მას კეთის როქსუფროსი აი მე მგონი კეთის დამსახურება ის არის რომ მან ნებისმიერი მკითხველი ახალგაზრდა სურავს ნორჩი ხანდაზმული მისივე კოლეგა ლიტერატორი თუ სრულიად სხვა სფეროს ადამიანი აი ამ აღმოჩენასთან მიიყვანა რომ სიტყვას შეიძლება კონდეს ბიოგრაფია, თავისი წარმომავლობა, ვიღაცა თქვა შორეული არაბი ყავდეს ნათესავი თქვა რაც წინაპარი მომდინარეობდეს იქიდან მოდიხარ და მე უკვე ქართულ სამოში სხვანაირად წარმოჩდეს. ან იმ თავისი ხმოვანებით სწორედ ის რაღაც აღმოსავლური მაინც კონდეს შერჩენილი და შენ თქვა არა ეს ნამდვილად ნასესხების სიტყვაა. შემდეგ აი რასაც კონნოტაცია ქვია ჩვენ პროფესიულ ენაზე, აი მისი ცვალებადობა სიტუაციისგან მიხედვით, მისი ძალიან იშვიათია სიტყვა, რომელიც ყოველთვის ერთნაირია და მე იმას აღარ ვამბობ, რომ ერთ რა ძალიან ჭკვიანი მწერალს კითხეს, რომ აი რატომ არის ძნელი წერაო? იმიტომ რომ სიტყვა არა ერთნაირად იწერება, მაგრამ 1000-ნაირად შეიძლება მისის წარმოთქვა თქვენ როგორ საჩვენს სტუდენტს ყოველს და აი ამ სფეროს მოღვაწეს ეს კარგად გესმით და აი ეს ათქა თელი დიაპაზონი სიტყვისა აი რომელიც დაწერილია მაგრამ იმ პოტენციას იმ წარმოთქმის პოტენციას ეს არა შეიძლება იყოს ნამდვილად კი და შეიძლება იყოს ნამდვილად არა ხო აი მე დარწმუნებული ვარ რომ აი ასეთი ავტორი აი არაზე ერთ აი რომანს დაწერდა თქვა იმდენად აი ესეთი თვალით უყურებს სიტყვას თუნდაც მოწე კი ბატონო კი პატარა მინუს მე წავიკითხავთ და მე კეთის ასხობთეს და უნდა დასულდა ჩვენი რეგლამენტი დარდი ქვია აი ამ პატარა მე ვიტყოდი აი პროზაულ მინიატიურას დარდი ხრობელივით ამორფულია მძიმე და ხელშეუხებელი თუმცა მდუმარეთ მეტყველი დარდი თავად წუსი სოფელია ბინდისფრად დაფერილი აი ეს მეტაფორა მე ეს ძალიან ცუდი მეხსიერება უნდა გქონდეს კაც ან ძალიან განურჩეველი უნდა იყოს სიტყვისადმი რომ ეს მეტაფორა რომ დარდი არის თავად წუსი სოფელი თან ბინდისფრად დაფერილი არ დაამახსოვრდეს ყოველთვის ასეთი თქვა შტაბიჭდილებით შეიძლება ადამიანი კი ამ წიგნის საკითხის კი აბსოლუტურად გეთანხმები და კეთი სამწუხაროდ გაირბინათ რომ და იქნებ ერთი წაიკითხოთ და ამით ეს მონაწილე დავასრულოთ ილუზია
და ჩვენ ცხოვრებაში ილუზიას ძალიან ესეთი ადგილი უკავია, ხო? ილუზია, არარსებულით ტკბობა, უხედელ სივრცეში სხივთფენის შეგრძნება, ცადაჭრა, ეს ილუზია. ილუზია უჩვეულო განცდა, ტკივილთ დაამება, ოცნების ყულფია, შვებით რომ გაყოფ თავს და უბრალოდ სულს რომ მოითქვა. და მინდა რომ ასეთი ზოგჯერ სულის მოთქმა და სულიერი გზააბნეულობის დროს დაეხმაროს ადამიანს ამბანთქმანი. აუცილებლად მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ წიგნისთვის და მე დარწმუნებული ვინც წაიკითხავს ყველას ეს განცდა დაეუფლება. ბატონი ზაზა აბზიანიძე და ქალბატონი ქეთევან ელაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. უღრმესი მადლობა და თქვენ მოწვევისათვის. დროებით. უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე. რადიო იმედი აგრძელებს მუშაობას ძვირფასო რადიო მსმენელებო და ჩვენ შემდეგი ბლოკი ეძღვნება ფესტივალს, რომელიც ბაქოში გაიმართა და ბაქოს ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალი დანი 2016, სადაც მონაწილეობა მიიღო ორმა ქართულმა დასმა, ეს გახლავთ თეატრალური სტუდია, სასკოლო თეატრალური სტუდია ეტცეტერა და სამედიცინო უნივერსიტეტის თან არსებული თეატრი ჰიგია, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი ნათია გუჯაბიძე და პირველ ეტცეტერას კი ქალბატონი მარიამ ჯოლუგვა, ყველაც საყვარელი ცნობილი ნიჭიერი მსახიობი, ჩვენ კარგად ვიცნობთ მას როგორც სპექტაკლებიდან თავისუფალ თეატრში, ასევე შუა ქალაქიდან სერიალიდან. მარიამი ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად, ბუკა თოლორდავა, ოთო ლობჟანიძე და საბა რუხაძე. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. ჩვენ გუშინ ჩამოვედით ძვირფასო რადიო მსმენელებო ბაქოდან, სადაც მე ნანული სარაჯიშვილი, იქაური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი მსახიობი და ერთ-ერთი პროდიუსერს გვქონდა პატივი რომ ყოფილიყავით ამ ფესტივალის ჟიურის წევრები და მარიამ პირველ რიგში თქვენ მინდა კითხოთ, სანამ მე ვისაუბრო და რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის რომ მაინც უცხო მაყურებლის წინაშე წარდნენ, სხვა ქვეყანაში წავიდნენ, ესეთი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტული სპექტაკლი წარმოადგენეს, დაჯილდოვდა რამდენიმე მათგანი და სწორედ დაჯილდოვებულები არიან სტუმრად. გისმენთ? ძალიან საინტერესო იყო, რასაკვირველია, ჩვენ 2 წელია რაც დავიწყეთ ესეთი რამე, ანუ გავუბედეთ უკვე საერთაშორისო გასვლების განხორციელება და 2 წლისთვის მე ვთვლი რომ საკმაო შედეგებით დავდეთ, ასე ვთქვათ, ორჯერ ვიყავით მალტაზე სხვადასხვა ჯგუფი, ერთხელ ვიყავით ესპანეთში, შარშან ივლისში, სადაც ავიღეთ პირველი ადგილი საერთაშორისო ფესტივალზე და ვაპირებთ იტალიაში ივლისში ასევე წასვლას და ეს ბაქოს ერთ-ერთი გასვლაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. რადგანაც აი ყოველთვის მათთვის ახლა შეიძლება ვკითხე რომ აი რამდენად ესენი მიჩვეულები არიან თეატრში თამაშს. ესენი ჩვენ ყოველთვის სპექტაკლებს თამაშობთ, ეხლა უკვე სისტემატურად თავისუფალ თეატრში, თუმცა მანამდე სხვა თეატრებშიც გვითამაშია და მიჩვეულები არიან, ასე ვთქვათ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს გასტროლის მომენტი რომ მათ უნდა რაც პასუხისმგებლობა რაც ემატება რომ მათ უნდა წარადგინონ თავიანთი ქვეყანა, მათ უცებ უნდა აითვისონ უცხო სივრცე. ხო, იმიტომ როგორც წესი, ხა ჩვენ ძალიან ერთ-ერთ ბაქოს ცნობილ ღირსშესანიშნაობაში ვიყავით, სადაც ვითამაშეთ და ყოველთ ისეთი უცხო სივრცე იყო. უცხო სივრცე იყო, უნდა აიღოთ და ყოველ და როდესაც ესეთ სერიოზულ დარბაზში თამაშობ, იქ არ გაძლებენ არასდროს ბევრ დროს რომ ხო, ერთ დღეში უცებ უნდა მოასწრო ყველაფერი და აი ესეც დიდი გამოცდილებაა მათთვის, რომ აი რამდენად მოახერხებენ უცებ აი ამ მობილიზებას და იმას და მე მიხარია რომ ამათ უკვე ამისი უნარიც აქვს. მე მინდა ახალგაზრდა არტისტებს ვკითხო, ბუკა ხო არაპირებს მსახიობობას, მე თუმეტეს ბუკას მამა გახდათ კოტე თოლორდავა, მსახიობი დედა ქალბატონი მარიამი და უკვე არტისტი ხარ, თამაშობდა პროფესიის არჩევაშიც ხო არ ფიქრობ რომ სხვათა შორის მე უკვე არჩეული მაქვს და ეს არჩევანი არის საკმაოდ მტკიცე, რომლის შეცვლაც ჯერჯერობით და მეგონი არც შევიცვლი აზრს, ვაპირებ ჩავაბარო თეატრალურში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ პერსპექტიული გამოვა ეს ყველაფერი. მე გისურვებ წარმატებას და დარწმუნებული ვარ რომ შენ
გენეტიკას შემშობლებს ასახელებ, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. საბა რთული იყო სხვა ქვეყანაში როლის თამაში დაგაჯილდოვეს სამივე პრიზის გადმოგეცათ ბატონო. რთული არ იყო, იმიტომ რომ ჩვენ უკვე რამოდენიმე ქვეყანაში მოგვიწია თამაში და სამამისად ჩვენთვის ეს ახალი არ იყო. და რა გვინდოდა მაყურებლისთვის რომ რამე განსხვავებული და ახალი მიგვეწოდებინა. მით უმეტეს უცხოელებისთვის და რა მე მგონი გამოგვივიდა. იმიტომ რომ ბაქოში მარიამ ჯოლოგოვა რეპეტიციაზე გამრაზება იცის, მე გაოცებული ვიყავი მარიამის პედაგოგიური ნიჭით და მზრუნველობით, კრუხივით დაფოფინებდა ბავშვებს. კაცრი, ზოგ შემთხვევაში, იმიტომ რომ მაინც კაცი რომ არ ყოფილიყავი, შენ მაგ შედეგს ვერ ნახავდი ნიკა. რომ ესე სტარტზე რო იყვნენ სულ როცა ეპიზოდი და ერთხელ ავტობუსის გასვლა არ დაუგვიანიათ და ასე შემდეგ ეგრე ვერ იქნებოდნენ. მე რომ კაცი არ ყოფილიყავი წინა გასტროლებზე. საბა რუხაძეს მინდა ვკითხო, საბა აბარებს უბრალოდ ოტო ლოჟანიძეს, ოტო აბარებს თეატრალურ უნივერსიტეტში წელს და აი სტუდიამ გადაგაწყვეტინა ეტცეტერა რომ მსახიობი გამოსულიყავი თუ მანამდეც ჰქონდა სურვილი. მანამდე ისე არ ფიქრობდი უბრალოდ აი რაღაც შესაძლო ვარიანტად, მაგრამ აი უკვე სტუდიამ დამარწმუნა ბოლომდე რომ ეს იყო, ანუ ეს რა ვიცი, ის ადგილი, სადაც მე ვიქნები, რავი, რაც არის ჩემთვის ის, რადაც ვიგზნობ სახლში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს სტუდია არის ჩემთვის როგორც ოჯახი და შეიძლება, ანუ სწორედ ამ სტუდიამ, შეიძლება კი რა ამ სტუდიამ შემაყვარა სწორედ ეს საქმე და ეს ის იბატონო, მე წარმატებებს გისურვებთ, მარიამ, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, რამე ახალ პიესაზე თუ იწყებთ მუშაობას და როდის ეძლება მაყურებელს რომ მოვიდნენ და ნახონ თქვენი სპექტაკლი. ჩვენ ყოველთვის, ანუ ყველა ჯგუფი ჩვენი ყოველთვის საახალწლოს და შემდეგ უკვე ივნისში ვთამაშობთ ახალ სპექტაკლებს. და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალ სპექტაკლებზე. ამათი პატარებთან პატარა უფლისწულზე ვმუშაობთ, სალამურაზე ვმუშაობთ. ჩვეულებრივ სასწაულს ვდგამთ შვარცის ზღაპარს და რაც შეეხება დიდებს, რომლებიც ჩვენ გაიცანი ამ გასტროლზე, აქ გადავწყვიტეთ, რომ ეს ჯგუფი რაღაცა მომწიფებულია იმისთვის და ჩვენც უკვე რაღაცა თითქოს მზად ვართ, რომ რაღაცა ექსპერიმენტი ვსინჯოთ და აი რაღაცა აი თანამედროვე თეატრში არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე რაღაცა განსხვავებული მე ყოველთვის ვცდილობ რომ ყოველი შემდეგი სპექტაკლი იყოს რაღაცა განსხვავებული გამოცდილება მათთვის და შესაბამისად მათი მაყურებლისათვის განსხვავებული სანახაობა. აქედან გამომდინარე აი ამათი მართლა იმდენი მუშავეს, აი ხა ეს მუსიკა რაც ადევს ფონად სხვათა შორის მალტაზე რო წავიღეთ პირველი ჩვენი სპექტაკლი იმის საუნდტრეკი და სპეციალურად შეგირჩიეთ ჩვენ ახებს ისე მშობლიური განცდა დაუფლებოდა. ხო და ეს არის აი ხა წელს აი უკვე იმდენი თამაშეს რა ეხლა რა იქნება მათთვის ახალი და იქიდან გამომდინარე რომ კეთი ასათიანი მანაც აიღო პრიზი ბაქოში როგორც საუკეთესო ქორეოგრაფიისათვის მსახიობი კეთი ასათიანი ძალიან მაგრამ მუშაობს კეთი და რაღაც ბავშვების პლასტიკურად გამოჩნდა რომ კარგად ახერხებენ მოკლედ ამას აი გადავყვეთ რომ რაღაც გავაკეთოთ თანამედროვე სადაც იქნება ცოტა სიტყვა იქნება ბევრი პლასტიკა ნუ ეხა აი რაღაცა ალა პინა ბაუშე ხო პინა ბაუშე საშავარცე რაღაცა ამ ტიპის ხა რა თქმა უნდა ისეთი ვერ იქნება მაგრამ ყოველ შემთხვევაში კი მე და კეთით ვსწავლობთ ჩვენც უყურებთ რაღაც ვიდეოებს ნახულობთ მაგალითს ვიღებთ ასე ვთქვათ ამ რეჟისორებისგან და ესენიც აი მოყვებიან და ძალიან მათ ვავალებთ იცი მე გვინდა რომ იყოს მაქსიმალურად ახალგაზრდული სპექტაკლი აი მივეცეთ ეს დავალება აი თქვენი თაობისთვის რა მიხარია რა მტკივა რა მინდა რა მაღელვებს რა მესიზმრება აი ესეთი რაღაცები მოიფიქრეთ ამაზე გააკეთეთ ეწოდები და თვითონ ჯგუფმა აი იმ დღეს ისე შემოგვიარა ვანო ხუთიშვილმა რეჟისორმა ახალგაზრდამ და საკმაოდ ცნობილმა და პერსპექტიულმა უკვე ჩვენ მეგობარმა და ესეთი გაკორებული უყურებდა რომ აი როგორი გახსნილი აქვს უკვე მათ გონება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ ეს მინდოდა მე თქვა რომ ყველანაირი ზედმეტი ნაიგრიშის გარეშე მუშაობ. შენ რაც ძალიან რთულია, მაგრამ ბავშვებთან რომ სიყალბეს და იმ ჭუჭხს რომელსაც ვებრძვით ჩვენ უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში არ მიეჩვიოს. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი. და ეს არის ძალიან კარგი. მე წარმატებებს გისურვებთ. ბავშვებო, მომავალი არტისტები საბა რუხაძე, ოტო ლობჟანიძე და ბუკა თოლორტავა იყვნენ ჩვენთან სტუმრად და მათი ხელმძღვანელი მსახიობი მარიამ ჯოლოგოვა. მე მომავალ წარმატებამდე ვებშვიდობები ამ ბავშვებს და მათ პედაგოგს და შემდეგ ბლოკში კი რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი ხვაწმოსილი მსახიობი ქალბატონი ნათალა მუხულიშვილი შემოგვიერთდება ასე რომ დაგველოდეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე. საღამო მშვიდობის კიდევ ერთხელ ძვირფასო რადიო მსმენელებო და მე ვაგზელებ გადაცემის მესამე ნაწილს და მე ძალიან მიხარია რომ ჩვენთან სტუმრად არის რუსთავის თეატრის დამაარსებელი მსახიობი ქალბატონი რომელსაც 10 წლების განმავლობაში მიხავდა რეპერტუარი ამ თეატრში და იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძალა რუსთავის თეატრისა ქალბატონი ნათელა მოხულიშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ნათელა. საღამო მშვიდობის ბატონიკა მივესალმებით თქვენს მრავალათასიან აუდიტორიას. ბედნიერებას, სინსლას, იმედიანობას, გამარჯვებას, ხვავს, ბარაქას, ორივე საუკეთესოს, ის რასაც ჩვენი ერი, ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი მაყურებელი იმსახურებს. დიდი მადლობა რომ მომეწიეთ ბატონიკა, ჩემს პატივია. მადლობა თქვენ რომ მობრძანდით. ქალბატონო ნათელა, სანამ ვისაუბრებდით იმ კვირაში დაგეგმილ ანტალიის სიდეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალის გასტროლებზე, მე მინდა მანამდე კითხოთ, რომ ოქროს ხანა იყო რუსთავის თეატრში, როდესაც მოთარ მეგვინეთო ხუცესი თენგიზ არჩვაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, ირაკლი უჩანიშვილი, სიხარულიძე, იბერიკაშვილი, უამრავი ქალბატონები, ლეილა შოთაძე, ზაზა ლებანიძე, ეთერი სიხარულიძე, თამარ ცხიზლაძე, ნუ საოცარი პერიოდი ქონდა რუსთავის თეატრში, წინვალე. აი ამ ქალბატონებში ამ ბირთვში თქვენ შედარებით ახალგაზრდა ქალბატონი აქტიურად იყავით მაინც. კი, აი შემოსვლის პირველივე დღიდანვე მეოთხე კურსზე ვიყავი და ეთერი გუგუშვილმა ძალისმიერად მე ბატონ გიგას უთხარი ძალიან კარგი გოგონა მყავსო მეოთხე კურსელიო და არ მინდა მეოთხარი მეიქცასო მე მარჯანიშვილში მინდა ჩემი პედაგოგი იყო რეზო მირცხოლავა და მინდოდა მარჯანიშვილში არა მთელი მარჯანიშვილის თეატრი დურაგრთ რუსთავის თეატრში წავიდა და შენ იქ ვისთვის მიდიხარო და აი ასე ძალისმიერად აღმოვჩდი მაგრამ ისე შევიყვარე რუსთავის თეატრის სახიობები და ყველა რომ აი მე როდესაც 5-7 წლის მერე თეატრი უკან მობრუნდა ის წამყვანი ზალა მარჯანიშვილის წამოვიდა ბატონმა გიგამ წამომიყვანა მაგრამ აი ამაზე ძალიან დიდი კონფლიქტი შეიქმნა ქალაქის ხელმძღვანელობასა თეატრს შორის კულტურის სამინისტროში და მე იძულებით ისევ უკან იმაბრუნეს თეატრში იმიტომ რეპერტუარი ფაქტიურად ჩემზე იყო და გაჩერდებოდა თეატრი გლის ბილეთი გაგიშვება ოთარ თაქთაქიშვილმა მითხრა ბატონმა გიგამ მითხრა მაგრამ გლის კი არა ვეფხის ბილეთით გაგიშვას აყარო წამომიყვანაო და თეატრი ფეხზე დააყენეო გერაინი არ ამყავსო წამყვანი გოგონა და რანაირად შეიძლებაო მაგრამ ატყობა ბედი ასე იყო და რაღაცნაირად შევში რუსთავის თეატრს დღემდე მისი შვილი კერეხლა უკვე ერთ-ერთი ეხლა უკვე დიასახლისი ერთერთი უპირველესი დიასახლისი ამ თეატრში სახალგაზრდები მოვიდნენ თეატრში ჩემ ხელში დაფტიანდენ და ნუ ეხლა უკვე მეც ბებია თუ ასე ვეკუთვნე უკვე თეატრს იმიტომ რომ 59 წელია თეატრს ვემსახურები ერთ-ერთი უზეთ დასამახსოვრებელი როლი მაყურებლისათვის იყო ფიროსმანში ია სადაც ოთარ მეღვინეთო ხუცესთან ერთად თქვენ თამაშობდით მისი გარდაცვალების დღე იყო 3 წელი შესრულდა მისი გარდაცვალებები და ბატონ გიგას სპექტაკლში ხო აი როგორი იყო მათთან მუშაობა საოცრება იყო სხვათა შორის ამ სპექტაკლს მე ბატონი ოთარის თხოვნით მოვხდი როდესაც ფიროსმანში დიახ როდესაც ბატონმა გიგამ ეს პიესა კარასტილიოვის ჩამოიტანა და წაიკითხეს ბატონმა ოთარმა ეთყობა ძალიან მოეწონა და იახოვა იყო განაწილებული სხვათა შორის მოსკოვში გასტროლების დროს ავტორს მოეწონა ია და იას დავარქმევო იმ პერსონაჟსო და რადგან ბატონმა გიგამ ეს ისტორია იცოდა ია ხოვა დანიშნა ამ როლზე მაგრამ ბატონმა ოთარმა თავი მოიკლა არაო თეატრში არის გოგო უცნება რომელმაც უნდა ითამაშოს ეს ია ძალიან კარგი მსახიობია მაგრამ ია არის ნათელაო მოხულიშვილიო და აი ესე ძალისმიერად აღმოჩნდა ბატონი ოთარის სურვილი და მე ძალიან ნერვიულობდი იმიტომ რომ კარასტილიოვი როდესაც ჩამოვიდოდა რა სიტყოდა თქვენ ვერ წარმოედგენთ ისეთი ბედნიერი ვიყავ რომ ამოვიდა დამიკოცნა ხელები Ты девочка чудо.
ქართულად ვიტყვეს სასწაული გოგო ხარ შენ იყავი ბედნიერი შენ ისეთი საოცარი ვიღაც ხარ რომ ასეთი ნამდვილად არც ვიფიქრებდი თუ ასეთი მშვენიერი მსახიობი ნახავდი ამ სპექტაკლში. ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა 6 წელი თამაშობდით ამ სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრში ბატონმა ოთარმა არაფრით არ იქ იყო გადანაცვლება რომ მომხდარიყო რადგან მე არ წამოვედი მარჯანიშვილში არაფრით არ ქნა არაფრით არა 6 წელი ამ სპექტაკლს ერთად თამაშობდით ძალიან დიდი აი რომელი როლი იყო კიდე რომელსაც ესე განსაკუთრებულად ხო იცით რა განსაკუთრებულად მე რამოდენიმე როლი არის რომელიც მსახიობის ბიოგრაფიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ აი გარდამტეხი მაინც იყო ნუციკო მე თითქმის მთელი ამ 59 წლის განმავლობაში სულ მთავარ როლებს თამაშობდი თეატრში მაგრამ აი ეს იყო რამოდენიმე ეპიზოდია აი სხვა ჩვენს ამ გოდერძი ჩოხეშის პატარა ეპიზოდი მაქვს მაგრამ აი ეს ეპიზოდი გახდა გარდამტეხი ნუციკო თამაშ ჭილაძის პიესაში ისეთი წარმატებული 5 წუთიანი სცენა მქონდა მაგრამ 5 წუთის განმავლობაში 3 ტაში მქონდა წარმოგიდგენიათ ეს იყო აი მაშინ ამოვიდა ბატონი ოთარ მეღვინე თუხუცესი და ის გია ანთაძე რეჟისორი და ბატონი გიზო სიხარულიძე რომელმაც გააკეთა ეს სპექტაკლი და ბატონმა ოთარმა ასეთი ფრაზა თქვა 4 წელია თეატრი არსებობს მაგრამ მე მეორე სართულზე ქალებთან მოსალოდნელად არ ამოვსულ ვარ შენ ისეთი სილა გაგვილაწუნეო რომ შენ კი თამაშობდი როლებს მაგრამ აი თურმე შენ სხვა კატეგორიის და სხვა რანგის როლები უნდა ითამაშო თეატრშიო და იმ წუთში იახობუა გადაანაცვლა ჩრდილში და შემიყვანა მთავარ როლში 2 დღის რეპეტიციის მერე უნგრეთ რეჟისორი მოფრინავდა ტარდებოდა უნგრული დრამატურგიის ფესტივალი მთელ საბჭოთა კავშირში და მაშინ ბანკმანი დაიდგა და იმ სპექტაკლში, როდესაც რეჟისორი პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდა სპექტაკლზე. 2 რეპეტიციით შევედი სპექტაკლზე და რომ დამთავრდა, ჩვენ ლიტნაცილს ქაბატონმა ლილა შოთაძემ ვაჟა ბრეგაძეს კითხა, რომ რა თქვაო სპექტაკლზეო და ნიჩივე გრ სიმპათიური სპექტაკლია და თქვენი დირექტორი ნოდარ მგალობლიშვილზე თქვა. ძალიან სიმპათიური მსახიობიაო, მაგრამ აი ამ გოგონამო ჭკუაზე შემშალაო. სუმასვილაო და მე ეს ვიფიქრე რომ ესე იგი რადგან 2 რეპეტიციით შევედი, ესე იგი არ მოეწონა და გაგიჟდა. რომ ეს რა საშინელება მთელი ღამე არ დამიძინია. მაშინ ჩვენ რუსთაველის თეატრთან ვიყავით შეერთებული სერგო ზაქარიაძემ, რადგან ძალიან დიდი ის ქონდა მიღწევები რუსთაველის თეატრს. რუსთაველის თეატრი მაშინ არ იყო ასეთნაირად და შეიერთა ორივე თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და იქ მივდიოდი რომ გამეგო აი რა ხდება ეს ბატონი ჩმეთთან არ მინახე ის რეჟისორი ბანკეტზე წაიყვანეს და რომ შევედი რუსთაველის თეატრში ძღოლმა ჩვენმა ეს რა კინოსახლი როა იქ ზემოზე ვცხოვრობდი იქ გამიჩერა მანქანა უცბად მე ახალგაზრდა რო ვიყავ ბიჭები ძალიან ხშირად მანქანას დამუხრუჭებდნენ ხოლმე ფეხებთან შემაშინებდნენ ხო მეც მეგონა რომ ასეთი შემთხვევაა და ჩვენი ძღოლი დამძაღა მუხულა გოგო შენიცი მან რა რეჟისორმა მთავარ როლზე აგიყვანა შენ აგიყვანა იმ უნგრეთის დედოფალზე და არ ვიცი რომ დავახტი სიხარულისგან ამ დროს კიდე მართლა ავარია მოხდა და შევედით რუსთაველის თეატრში, იქ იდგა ეს გაბორ ბერენი, უნგრეთის ეროვნული თეატრის მთავარ რეჟისორი, გამოკანდა ეს კაცი. ой, девочка, моя радость, სუგულში მიკრავდა ეს კაცი და ოთარი აიყვანა მთავარ როლზე უნგრეთის მეფის ნაცვლად და მე სულს თამაშობდი და ეს იყო ბედნიერი წელი 71 წლიდან 91 წლამდე მე ბატონი ოთარის პარტნიორი ვიყავი. უბედნიერი მსახიობი ვარ რომ აი ასეთ უდიდეს მსახიობთან ის ხო არ იყო დიდი ის იყო უდიდესი მსახიობი აი ძალიან იღბლიანი ვარ იმ ხრივ რომ ძალიან დიდ მსახიობების პარტნიორობა მომიწია ბატონი აკაკი ვასაძის თენგიზ არჩვაძის ირაკლი უჩანეიშვილის და ნოდარო მგალობლიშვილის საქართველოს ტელევიზიის პირველი ფერადი სატელევიზიო სპექტაკლი ეს იყო ის რა ქვია
ისა რა ქვია სამი ირაკლი უჩანეიშვილი ნოდარ მგალობლიშვილი და მე ვთამაშობდით მთავარ როლებს პირდაპირ ეთერში პირველი აი ესეთი ბედნიერებაც ხდა წილად რომ სატელევიზიო სპექტაკლის პირველი ფერადი სატელევიზიო სპექტაკლის მონაწილე ვარ ეს ორი უდიდესი მსახიობი იყო ჩემზე შეყარებულები აი ესეთი იღბლიანი ვარ ამ ხრივ ძალიან ბოლო პერიოდში საკმაოდ ისე დატვირთული როლები ეხლა ბოლო აი ბატონ გოჩა კაპანაძის უდიდესი მადლობელი ვარ უდიდესი იმიტომ ბატონი გოჩას მოსვლით თეატრში აი ის ჩემი ჩავარდნა რომელიც ძალიან თეატრი დაინგრა მოგეხსენებათ ეხლა ეს 90-იანი წლები რაღაცა როგორც სახელმწიფოში მოხდა ბევრი ცვლილება ისე თეატრის რაღაცა აი ბატონი გოჩა შემოსვლით ჩემი აი ხელახალი დაბადება მე უდიდესი მადლობელი ვარ ბატონი გოჩასი 5 სპექტაკლი დადგა და 5-ვეში მთავარი როლი მათამაშა წარმოგიდგენიათ მაგრამ ეს ისევ მოხდა აი თითქოს აი კარდიოგრამასავით არის ჩემი ბიოგრაფია აი წევა ჩავარდება რაღაცნაირად ასე მოხდა ნუ ეხა ბატონ გოჩამ ისევ დოდოს მოლოდინი გააკეთა რომელშიც მე დოდა ათენში ვიყავით აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხდებოდა იქ გასტროლზე აი ვერ წარმოიდგენთ ჩვენი კუკური ბექაე მეკითხება სხვა ჩემი ჩემი ჯგუფელია არჩეულებრივი მსახიობი და ისა რა ქვია რომ დავამთავრეთ მთხოვეს ათენის იმან საცისტომურ ქალწმასლად თქვენ მიესალმეთო თეატრის მაყურებელსო და მე ძალიან მოვეფერე აი იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ეს ქალები აი ჩემი სამშობლო გადაარჩინეს ოჯახები შვილების სწავლა განათლება ესენი არიან შეწირული ქალბატონები ძალიან დიდი შრომობენ ფიზიკურად და აგზავნიან ოჯახებს ინახავენ და ესე იგი ჯერ სპექტაკლის მონოლოგი ისეთი ეს მასწავლებელი ქალი როგორ თანაუგზნობს ამ ყველაფერს და პლუს ეს მოფერება რომ დავამთავრე რომ ამოცვიდნენ ეს ქალები კუკური მეუნა გოგო შენო ამავე რუსთავში ისაუბრა რა ქვია არავის არ ვიცნობო ათენში არავინ ნათესავი არ ამყავდა აპერ მოგეხვიან ეს ქალები იმიტომ იმათაც უხარზე იმათ კივზე ვლაპარაკობდი და ძივები ყვავილები ვისაც რა შეიძლება იმიტომ რომ Facebook-ზე იდო სპექტაკლი და ეთყობა ძალიან თავისად გულთან ახლოს მიიტანეს და რა თქმა უნდა ეს იყო ჩვენთვის ძალიან ეხლა სხვაჩის ამერიკაში ვართ მიწეული ქალბატონმა ლიზი აბელაშვილმა სათვისტომოს პრეზიდენტია ემიგრაციის, ქართული ემიგრაციის, იმ საღამოს Facebook-ზე დაიდო ჩვენი დიდი წარმატება და იქვე დაუკავშირდა ათენის სათვისტომოს და იქ სთხოვა ქალბატონს, რომ ქალბატონ ნათელას შეხვდითო და ისა აუცილებლად მოვიწევთო და ველოდებით და ბატონიკა ჩვენთან დათიქნება იმედია. მანამდე ჩვენ ერთად მივდივართ თურქეთში სიდეს საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც თქვენ მობრძანდებთ, უბრალოდ თქვენ მიბრძანდებით და ჩვენც მოვდივართ. და იქნება წარმოდგენილი გოდერძი ჩოხელის ადამიანთა სერია. ეს არის საოცრად პოეტური სპექტაკლი. იმიტომ რომ გოდერძი თან ძალიან ღრმაც არის, ძალიან ფილოსოფიური და ძალიან პოეტური და სხვათვის რეჟისორმა ქალბატონმა თამარ ხიზანიშვილმა ძალიან კარგი ფორმა. მე ვფიქრობდი როგორ მოახერხებს მეთქი რომ აი ეს სიღრმე და ეს თან მის ეს ფორმა რაღაც ისეთი პოეტური სპექტაკლი ისე უყვარს მაყურებელს ეს სპექტაკლი აი ძალიან დიდი სიყვარული და სიტყვით იღებულობა. მე პატარა ეპიზოდს თამაშობ, მაგრამ ეს ქალბატონი იმდენად საინტერესოა, აი თავისი ის ტკივილები, თავისი იმ პოეტურობით და იმითი რომ წმენა არ უნდა დაკარგოს, რომ ქალის უდედოფალი უნდა იყოს. გაჭირვებაში, წიმაში ყველაფერი გამოიაროს, მაგრამ აი სიკეთის სხივი, რომ ყველა ქალი არის დედოფალი, თუნდაც ერთი წამით არ დაივიწყოთ ქალებო, არ დაივიწყოთ რომ თქვენ ერთი წუთით მაინც თქვენში ყავდეთ თამარ დედოფალი რომელიც არის ქართველი ქალის სიბრძნის, სილამაზის, გონიერების, თავდადებულობის, სამშობლოზე შეწირულობის მაგალითი და აი ეს ჩემთვის არის ძალიან მოსასიამოვნო. არ შემიძლია დავამთავრო გადაცემა რომ არ კითხოთ რეზო ინენიშვილზე, ხარო ძალიან დაჩაგრული მწერალი, იმიტომ რომ რა სახლ-მუზეუმი ზოგადად არ დაფასებული ისე როგორც ეკუთვნის და თქვენ საყვარელ პარტნიორს ბატონ ოთარ მეღონეთუხუცეს მივუძღვენით მის ხსოვნას ეს სპექტაკლი, მონოსპექტაკლი ქალბატონად. აი ამაზეც რომ ბრძანოთ ორის. ხო, იცით რა, ეს იმდენად დიდი მწერალია, ისეთი საოცარი, ფაქიზი, ღრმად ეროვნული, აი სიმებს რო ეხება ძალიან ისეთ შინაგან რაღაცებს რო ეხება სიწმინდებს, ოჯახს, საერთოდ მშვენიერებას, რაღაცა საოცარი ფაქიზი მწერალია და მე ლიტერატურული თეატრის შექმენი 2000 წელს რუსთავში ბატონი კოტე მახარაძის დიდი თანადგომით ამხრივად ძალიან გამემართლა, რომ აი ესეთ ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა და ბატონი კოტე დამეხმარა და მე შევქმნი რუსთავში ლიტერატურულ
სიყვარული თეატრი და ეს ჩემი საყვარელი რეზო ინანიშვილის ინსცენირება გავაკეთე. და როდესაც ქალბატონი როზა ინანიშვილი თავის რძალთან ერთად ჩამობრძანდა სპექტაკლზე, იცით რა მითხრა? თელარში იყო ძალიან კარგი სპექტაკლი. მაგრამ ის სული აი ეს პოეტურობა და ის ზეაწეულობა, რომელიც რეზოშია, აი ამ თქვენ სპექტაკლში არის ხაზგასმულად საინტერესო და მე მინდოდა რომ იქ ჩვენთან თეატრში გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს პარტნიორები ვერ აღმოვაჩინე ისეთები, მე როგორიც მჭირდებოდა და ისე რომ წავიკითხე ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ბატონ ლევან სვანაძემ და ჩვენმა შესანიშნავმა მხატვარმა ლომგულ ურუსიძემ ითქვას, შენ ისე სახიrat კითხულობო, მოდი შენ თვითონ გააკეთე ესო და ხაცად გავრისკე და გავაკეთე რა ვიცი და მაგალითად შენი წარმატება მით უფრო პოპულარიზაციისთვის რაღაცა იმ ტრადიციისთვის იმ ჩემი კუთხის იმ არაჩვეულებრივი კახეთის ის თავისი გარემოც ისეთი მოვიფიქრე ვაზი მარანი ევრი ჩხელა კიდე ყველაფერი ის რომ ჩემი კუთხეს და ჩემს დიდ პარტნიორს აი ჩემი კუთხის მიმართ რეზოს ბატონი რეზოს კახელი იყო ხა ოტარ კახელი იყო და ეს რაღაც ისე სიმბოლურად გამოვიდა და მე იმეც ვიქონიებ რომ ეს სპექტაკლი სხვაჩვენს იმ ამერიკის სათესტომოს პრეზიდენტმა მთხოვა რომ ის ჩვენო ქართული კუთხე გვაქვს მოწყობილიო და ძალიან მინდაო რომ ის დოდოს მოლოდნენ ჩვენ Facebook-ზე თითქმის დანახი გვაქვს და აი ერთი სული მაქრო იქო ის სპექტაკლი წამოიღეთ და ვითამაშოთ იქ მარტო არაფერი არ დამჭირდება იქ მარტო ყველაფერი აქვს თურმე ვაზით უდგათ თონეთს უდგათ მარანიც აქვს და იქ გავითამაშებ თუ ღმერთმა ინება და ყველაფერი მშვიდობით და კარგად დაწუნებული ვარო გამოვა ეს ყველაფერი მე მინდა წარმატება გისურვოთ იმ შემართებისთვის იმ ემოციისთვის იმ მაგალითისთვის რომელსაც თქვენ აძლევთ ახალგაზრდა თაობად და იმ ფერვერკისთვის როდესაც აი თქვენ არ ახართ მსახიობი თქვენ ახართ ნამდვილი არტისტი როგორც უნდა ჩქეფდეს ძალიან მიყვარხართ ნიკა ჩემი არის ჩემი აღმოჩენა ეს არაჩვეულებრივ ნიჭიერი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი ხართ ნიკა არაჩვეულებრივი კეთილი აი თქვენგან მოდის დიდი აურა და მე წარმატებას უსურვებ თქვენს რადიო იმეს თქვენს აი სატელევიზიო და ყველას თელ ჟურნალისტებს ყველას იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდ და კეთილ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ უღმესი მადლობა თქვენ ჯერფას რადიო მსმენელებო მე ქალბატონ ნათელა მოხულიშვილთან ერთად გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ კარგად ზანდებოდეთ ნახვამდის დიდი მადლობა ნახვამდის ბედნიერება ყველას მადლობა დიდი მადლობა უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა მაყურებელი წარმატება და წარუმატებლობა ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები სცენაზე და სცენის მიღმა ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე